სალამი, ძმებო და დებო UFC სამყაროდან. ვიდეოს დასაწყისშივე გთხოვთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დატოვეთ კომენტარი ქვემოთ. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ გავაგრძელოთ პროექტი და კიდევ უფრო ცხელი სიახლეები მოგიტანოთ. რათა? სახელები. ნაწყვეტში მხოლოდ ერთხელ მოხსენიებულია. პედი პიმბლეტი, ჯეკ დელა მადალენა, ისლამ მახაჩევი. ახლა მთავარზე. ბრიტანელი მებრძოლი. პედი პიმბლეტი. ბოლო 2 წელი აქტიურად ცდილობს თავის ადგილის გამტკიცებას მსუბუქ 70 კილოგრამი წონაში. მისი კარიერა UFC-ში დაიწყო 2022 წლის მარტში. მას შემდეგ მოპოვებული აქვს 7 გამარჯვება უწყვეტად და შექმნა ძლიერი, თუმცა პოლემიკური იმიჯი. ამ სიმამაცეში დახმაურიან განცხადებებში ბევრი გულშემატკივარი აღრთოვანებულია. ზოგი კი სკეპტიკურია, თუმცა ფაქტით შეება, მისმა საქციელმა და სიტყვებმა ყურადღება მიიპყრო. კაცრად განსხვავებულ გამოწვევას წარმოადგენს დელა მადალენა, ავსტრალიელი, რომელიც თავისი დარტყმითი ტექნიკით და მდგრადობით სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგეებს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ბრძოლა დიდხანს დარჩება დგომით, ამ შემთხვევაში მას კარგი შანსი აქვს. ყველაზე საინტერესოა ბრძოლა ისლამ მახაჩევის მხრიდან. ყოფილი ჩემპიონი, რომელიც მსუბუქიდან 70 კილოგრამი, შესაძლოა გადავიდეს ველტერის 77 კილოგრამი კატეგორიაში და ცდის საკუთარი ამბიციების გააქტიურებას უფრო მძიმე წონაში. ის განთქმულია საკუთარი მოჭიდავის და მიწაზე კონტროლის სიძლიერით, რაც ქმნის მას იმ მებრძოლად, ვისაც შეუძლია ბრძოლები დაფაროს როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად. პოლემიკა თავგასული განცხადებების გარშემო გრძელდება. პედი ღია დაუჭირა მხარი ჯენკს და განაცხადა, რომ თუ დელა მადალენა შეინარჩუნებს ბრძოლას დგომაზე, რთული იქნება მახაჩევისთვის. თავად ყოფილი ჩემპიონს არ აკლია თავდაჯერება და მის მრავალრიცხოვან გამარჯვებებსა და ტექნიკურ ნიჭს გულშემატკივრები პატივს სცემენ. ამ წინააღმდეგობამ გამოიწვია სატელეფონო და სოციალური ქსელის გაცხელება. ვინ იქნება ზედახელში? ვინ იქნება მსუბუქის და ველტერის შეხვედრის ნამდვილი ბასრი მხარე? ამ დაპირისპირებაში ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტია: სტილები, სტრაიკინგ versus გრეპლინგი, ფსიქოლოგიური ომი და მსგავსთან ერთად კარიერული მატერიალური ინტერესი. ბრძოლების შედეგი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ პერსონალურ სტატუსებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დაიგეგმება მომავალი კორტები და ვინ გადაინაცვლებს რომელ კატეგორიაში. დასკვნილი კითხვა თქვენთვის: ვისი მეტად ხართ ამ საქმეში? დელა მადალენას თუ მახაჩევის? და როგორ ფიქრობთ? გადახტომად 77 კილოგრამის კატეგორიაში თუ აძლევს ყოფილ ჩემპიონს უპირატესობას? დატოვეთ თქვენი აზრები კომენტარებში. აქ ვაკეთებთ ხმაურიან მსჯელობებს და თქვენს რჩევებს ვაფასებთ. ძმებო, ახლა გადავიდეთ იმაზე, რაც ამ ბრძოლას ნამდვილ ეპოსად აქცევს. საქმე მხოლოდ ტიტულში ან სტატუსში არ არის, ეს არის ამპარტავნების დაპირისპირება, ორი განსხვავებული სამყაროს შეჯახება. ერთი მხარეს დგას შთამბეჭდავი სტრაიკერი ავსტრალიიდან, რომელიც არასდროს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბრძოლა შეიძლება ჩაატაროს ჩუმად. მეორეზე კი რუსი ჩემპიონი, რომლის დისციპლინა და ტაქტიკური ფოკუსი ბევრისთვის უკვე ლეგენდად იქცა. პედი პიმბლეტმა თავისი კომენტარებით გააცოცხლა საზოგადოების ინტერესი, მან არა მარტო მხარი დაუჭირა დელა მადალენას, არამედ გაათამაშა ფსიქოლოგიური ომი მახაჩევის წინააღმდეგ. როდესაც მებრძოლი საჯაროდ აცხადებს, რომ ისლამს სახეს გავჭყლეთ, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ასეთ განცხადებებს მოყვება ყურადღება, პრესა, დაძაბულობა და გაყიდვები. მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ახლა მახაჩევი მოტივირებულია ორმაგად. ის არასდროს ივიწყებს შეურაცხყოფას და ყოველთვის პასუხობს რკინის დისციპლინით. შეხვედრის სტილის ანალიზი ცხადად აჩვენებს, რომ დელა მადალენას უპირატესობა დგომით ბრძოლაშია. მისი დარტყმები სწრაფია, მძიმე და ტექნიკურად გამართული. მისი მუშტები და წიხლები ზუსტად ეცემა სამიზნეს და როდესაც ის პოულობს ტემპს, რთულია მისი შეჩერება. თუმცა მახაჩევის გრეპლინგი სრულიად სხვა რეალობაა. ის კლინჩში შესვლის შემდეგ კონტროლს არ კარგავს და რამდენიმე წამში მოწინააღმდეგე თავს ხვდება მიწაზე, სადაც რუსი სიძლიერე ყველაზე საშიში ხდება. ამ ორთა ბრძოლას ბევრი სპეციალისტი უკვე უწოდებს სტილის წინააღმდეგ, დარტყმა მიწის წინააღმდეგ. ისტორია მაჩვენა, რომ ასეთ შემთხვევებში გამარჯვება ხშირად დამოკიდებული არა ფიზიკურ ფორმაზე, არამედ გონებრივ გამძლეობაზე. მახაჩევი ბევრჯერ გამოუვიდა წნეხის ქვეშ მშვიდად დარჩენა, მაშინ როცა დელა მადალენა thrives ქაოსში. ის იქ ძლიერდება, სადაც ტკივილი და რისკი ერთმანეთს ხვდება. სოციალური ქსელები უკვე იწვის. გულშემატკივრები კამათობენ, ტვირთავენ ვიდეოებს, აკეთებენ პროგნოზებს, ზოგი ამბობს, რომ დელა მადალენას შეძლებს დარტყმით ჩაშალოს მახაჩევის ტაქტიკა, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ მახაჩევის გამოცდილება და ბრძოლის IQ განსაზღვრავს შედეგს. მაგრამ აქ მთავარი საკითხი სხვაა. რამდენად მოემზადა მახაჩევი ახალ კატეგორიაში გადასასვლელად? 77 კილოგრამში მეტოქეები უფრო მძიმეებიან, დარტყმები მძლავრი და ენერგიის ხარჯი უფრო მაღალია.
ეს ახალი ტერიტორიაა მისთვის და ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ძვირად დაუჭდეს. პედი პიმბლეტის განცხადებებმა კიდევ ერთხელ მოიტანა დრამა, მისი სიტყვები თითქოს ჯეკი უნდა გაანადგუროს მაჰაჩევი, გადაიქცე მედია საფეხურად, რომელმაც ორთაბრძოლის პოპულარობა აამაღლა. მაგრამ მისი მოტივიც გასაგებია. პედი იცის, რომ ხმაურით ის საკუთარ სახელს უფრო მაღლას წევს. UFC-ში გამარჯვება საკმარისი არ არის. შენ უნდა იყო პერსონა, რომელიც ხმაურს ქმნის, იწვევს ემოციას და ინარჩუნებს ყურადღებას. გულშემატკივრები აინტერესებთ, ხომ არ დაინახავენ მომავალში თავად პედისა და მაჰაჩევს ერთ ოქტაგონში. თეორიულად ეს უშეძლებელია, რადგან ერთი დარჩა მსუბუქში 70 კილოგრამში, მეორე გადადის ველტერში 77 კილოგრამში, მაგრამ თუ ბრძოლა რეიტინგული გახდება და ფინანსურად მომგებიანი იქნება, UFC არასდროს გამორიცხავს ასეთ სცენარის შესაძლებლობას. გარდა სპორტული ინტერესისა, ამ დაპირისპირებას პოლიტიკური და ემოციური ელფეც ახლავს. რუსეთი, ავსტრალია, ინგლისი. სამივე ქვეყანა გულშემატკივრების უზარმაზარ ბანაკით არის წარმოდგენილი. სოციალურ ქსელებში უკვე ჩნდება ვიდეოები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ფანები თავიანთ ფავორიტებს მხარს უჭირენ, ხშირად ძალიან ემოციურად. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ოქტაგონში ერთი სიმართლე არსებობს. ან შენ ახდენ სიტყვების გამართლებას, ან ვერასდროს ვერ იტყმომ მართალი ხარ. და სწორედ ამიტომაც ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ქამრისთვის, ეს არის სიამაყის, ეროვნული პრესტიჟის და პირადი პატივის ომი.